Hamzat Bors Chimaevi. Bors ჩეჩნურ ენაზე ნიშნავს მგელს და ის ამ სახელს ნამდვილად ამართლებს. Bors არ ჰქონდა ადვილი ბავშვობა და ადვილი ცხოვრება, მაგრამ მძიმე შრომით ის თავის ოცნებას ნელ-ნელა უახლოვდება. მან უკვე პროფესიონალებში 14 ბრძოლა ჩაატარა და 14-ვე მოიგო. დღეს გაგაცნობთ მგლის ისტორიას, რომელიც ერთ ნაბიჯში არის UFC-ს ჩემპიონობამდე. Borsi დაიბადა ჩეჩნეთში 1994 წელს. ამ დროისათვის ქვეყანაში საომარი ვითარება იყო. ქუჩაში ყოველდღე მიმდინარეობდა სამხედრო და სამოქალაქო შეტაკებები. ეს იყო ყველაზე მძიმე პერიოდი. მკვლელობა და ძალადობა ჩიმაევისთვის შის არ წარმოადგენდა. ის ამ ყველაფერს ყოველდღე ხედავდა და ამიტომ 5 წლის ასაკში მშობლებმა მიიყვანეს ის ჭიდაობაზე, რადგან ელემენტარული თავდაცვა მაგ დროისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. Borsi დროის დიდ ნაწილს დარბაზში ატარებდა. მას ბავშვობიდანვე არ უყვარდა წაგება და დათმობა, რის გამოც ხშირად უწევდა თავისზე უფროსებთან ჩუბი ქუჩაში. ჩიმაევი ადგილობრივ არც ერთ ტურნირს არ აცდენ და 18 წლის ასაკში ის უკვე რუსეთის ჩემპიონატზე მესამე ადგილს იკავებს. 2013 წელს ჰამზატის უფროსი ძმა ჩადის შვედეთში და ცოტა მოგვიანებით მიყავს მთელი ოჯახი. ასე მოხდა 19 წლის ასაკში შვედეთში, რომლის მოქალაქეც ის მოგვიანებით გახდება. ამ ქვეყანაში ჩიმაევმა გააგრძელა ვარჯიშები, მან უამრავი ადგილობრივი და ნაციონალური ტურნირი მოიგო, მონაწილეობდა როგორც თავისუფალ, ასევე კლასიკურ ჭიდაობაში. Borsმა 4ჯერ მოიგო შვედეთის ჩემპიონატი, მოიპოვა ლიცენზია ოლიმპიადაზე, მაგრამ საბუთებთან პრობლემების გამო ოლიმპიური გეგმები ჩაიშალა. 2017 წელს ჩიმაევი ჩადის სტოკჰოლმში, MMA-ის ლეგენდარულ დარბაზში All Star-ში. სპარინგებზე მან ეგრევე მიიქცია ყურადღება თავისი განწირული ბრძოლის სტილით და მალევე დაიმსახურა ყველას პატივისცემა. პირველივე დღესვე რამოდენიმეს მიყოლებითვე სპარინგე. ყველა ჭიდაობით დავაფინიშე და მოვიდა მთავარი მწვრთნელი და მეკითხება, რომელ ორგანიზაციაში ბრძოლობო. მეთქი ეს ჩემი პირველი სპარინგია და ასე გავაგრძელე ვარჯიში MMA-ში. Bors მაგ დროისათვის არც სამსახური ჰქონდა, არც საცხოვრებელი ადგილი და დარბაზის ხელმძღვანელობამ მას პატარა ოთახი დაუთმო, სადაც 2 კვადრატი იყო და იქ ცხოვრობდა. პარალელურად მუშაობდა ხოლმე, რა ვიცი, აი მშენებლობიდან დაწყებული ღამის კლუბის დაცვით დამთავრებული. მაგრეგორის ბრძოლებს უყურებდი. ვიფიქრე, ამან თუ შეძლო, მე რა მიშლის ხელს. თან ფიზიკურადაც და მენტალურადაც ბევრად ძლიერი ვარ. წარმოიდგინეთ, ესეთ პატარა ოთახში ცხოვრობდა, დღეში რამოდენიმეჯერ ვარჯიშობდა დარბაზში, ასევე მუშაობდა ღამღამობით და ესეთ რეჟიმში მან რამოდენიმე სამოყვარულო ბრძოლა მოიგო. მისი სპარინგ პარტნიორი გუსტავსონი იყო და უკვე მაშინ კონკურენციას ვეღარ უწევდნენ ვერც გუსტავსონი და ვერც სხვა მებრძოლები. მე პროფესიონალებისთვის ვიყავი მზად, მაგრამ მწვრთნელმა არ გამიშვა. ჯერ მოყვარულებში პრაქტიკის გამო მაჩხუბეს. რამოდენიმე თვეში 4 ბრძოლა მოვიგე. ბოლო მეტოქე პროფესიონალებში მსოფლიო ჩემპიონი იყო. ეგეც რომ გავგუდე, აი მაშინ მწვრთნელმა მწვანე ამინთო. 2018 წელს მგელს გაუღეს ოქტაგონის კარები, სადაც მან ეგრევე გადაიყვანა თავისი ოპონენტი ძირს და ბრუტალურად დააფინიშა ნოკაუტით. ამავე წელს კიდევ ერთი ბრძოლა მოიგო პირველივე რაუნდში, რა თქმა უნდა. ის ძალიან მაგრად დომინირებდა თავის მეტოქეზე, ერთ პერიოდი კაპაც კი გაისწორა, ერთი ხელით ეჭირა თავისი მეტოქე, მეორე ხელით კაპა გაისწორა და მიახრჩო საწყალი მებრძოლი, რომელსაც კაიხანი ამ ბრძოლის მერე კიდე ასულიერებდა. ისევ იგივე 2018 წელი და ჩიმაევი ხდება მარკო კისიჩს, რომელიც 4-0 გამარჯვებით მოდიოდა. ჩიმაევმა აღარ მოინდომა ჭიდაობა, დადგა საჩეხაოდ და პირველივე რაუნდში დაანოკაუტა ეს მებრძოლიც. ისე 2018 წელი და ამჯერად ჩიმაევი 84 კილოგრამში ადის და იქ ხვდება სიდნის, რომელსაც ზუსტად 35 წამში ანოკაუტებს და მსაჯი აჩერებს ამ ბრძოლას.
და აი 2019 წელი ბორზი ხვდება ირკამ ალისკეროს, რომელიც ხათაშორის იყო აბდულმანაპის მოსწავლე, თან ისეთი მაგარი მოსწავლე იყო, რომელმაც სამბოში რამოდენიმეჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და MMA-ში მოდიოდა 8 ზედიზედ გამარჯვებით. ჩიმაევი რა თქმა უნდა შეუვარდა ჭიდაობით. ეს არის მაგისი პირველი, რასაც ის აკეთებს, მაგრამ ალისკეროვმა მაგრად დაიცვა თავისი თავი და ბორზმა ჩართო თავისი ხელებით და უმაგრესი აპერკოტით, აი ვიდეოში ნახავთ, გათიშა სახე ააძრო ადამიანს. ამავე წელს ჩიმაევის თანაგუნდელმა ალექს გუსტავსონმა დაასრულა თავისი კარიერა UFC-ში და გააკეთა განცხადება ჩიმაევის შესახებ. ჩემი პირადი ფავორიტი არის ბორს ჩიმაევი. მე მასთან ყოველდღე ვარჯიშობ. ის ძალიან ნიჭიერი მებრძოლია. მე პირადად ასეთი ძლიერი ბიჭი ცხოვრებაში არ მინახია. 2019 წელს ჩიმაევი ხვდება აფრიკელ ჰოლონგვას, რომელიც ზედიზედ 4 გამარჯვებით მოდიოდა, ძალიან მაგარი მებრძოლი იყო. პირველი რაუნდი მთლიანად ჭიდაობაში გაატარეს მებრძოლებმა, სადაც ჩიმაევი ათრევდა თავის მოწინააღმდეგეს და მეორე რაუნდში უკვე ხელში აიყვანა, აი როგორც მერაბ დვალიშვილმა გაისერნა სეხუდოსთან ერთად, აი ესე გაისერნა მთელი ოქტაგონი და თავი დაარჭო ოქტაგონში და მერე შეუკრა მახრჩობელა და კიდევ ერთი ფინიში. To prevent his position as well. He's out. He is out. And that is it. Hamza Chimaev. ხამზადი ბრევის ორგანიზაციაში ბრძოლობდა და ელოდებოდა სატიტულო ბრძოლას, რა დროსაც 2020 წელს ყველას გვახსოვს დაიწყო პანდემია და ორგანიზაციამ გააჩერა თავისი მუშაობა და აი მაგ დროს გამოჩნდა UFC კონტრაქტით, უთხრეს რომ აი ერთ კვირაში იქნებაო ბრძოლაო და თუ გინდაო მოაწერეო ხელიო და რა თქმა უნდა ჩიმაევმა ხელი მოაწერა და დაიწყო მაგისი მოღვაწეობა UFC-ში. ჩიმაევი გამოვიდა ფილიპსის წინააღმდეგ, სადაც გვაჩვენა სასწაული დომინაცია. 4 წუთი და 50 წამი აკონტროლებდა პარტერში, წარმოიდგინეთ თავის მოწინააღმდეგეს და სულ თავში ურახუნებდა. საერთო ჯამში 118 დარტყმა გაუტარა თავში. ეს მოწინააღმდეგე როგორც იქნა გადარჩა და აი მეორე რაუნდში უკვე ჩიმაევმა დაახრჩა თავისი მოწინააღმდეგე და პროფესიონალებში მეშვიდე ბრძოლა გაიფორმა. ესეთი ეფექტური გამარჯვების მერე ფილიპზე ის აცურა გალიაზე და მიმართა დენას. მე დღესვე შემიძლია კიდევ ვიჩხუბო, მომიყვანეთ ნებისმიერი, მე ძალიან მშიერი ვარ. ეს უთხარი დანას გალიიდან? კი, ეს უთხარი, ნებისმიერი გამოვუშვით, 77 კილოგრამში UFC-ს ჩემპიონი მე გავხდები. დანაუაით ისეთი გასწორებულში იყო ამ მებრძოლით, რომ ზუსტად 10 დღეში დაუნიშნა მას ბრძოლა. ეს UFC-ს ისტორიაში სარეკორდო დროა 10 დღეში. თან ჩიმაევი 84 კილოგრამში გამოდიოდა და ამჯერად მოუწერდა 77 კილოგრამში გამოსვლა და 10 დღეში კიდევ წონა უნდა დაეკვო, ანუ ძალიან დიდი დარტყმა ორგანიზმისთვის, მაგრამ მან ეს შეძლო. რაისმა ბორს 2 წუთზე მეტი ვერ გაუძლო. აქაც ჩიმაევმა, რა ვიცი, ხელშიც ატარა, ღეჭავდა, ახრჩობდა, ურტყავდა და ბოლოს ამ ეს თავპირისპირებამ საჭმა გააჩერა. It's a Khabib-like pressure. Yeah, this is unbelievable right now. Look at this. See that? There we go. It's another win for Khamzat Chimaev. He is a wrecking ball. Wow. Khamzat Chimaev. რავი ძმაო, მე მზად ვარ, 1 საათშიც რო ვიბრძოლო პრობლემა არაა. თუ ვინმე დაიტრავა, არამე მოვიდა დამირეკეთ, ნებისმიერ შევცვლი. აბუდაბიში ვარ, გამოვუშვით ჩემპიონები 77-ში, 84-ში, დავლეწავ ნებისმიერს. არ გადის ორი თვე და ჩიმაევი ხვდება ჯერარდ ბირშარტს, რომელიც იყო შავი ქამრის მფლობელი.
ხალხი უკვე გადაობდა, ჩიმაევს უკვე 2 თვე აქვსო, დასვენებულიო და შეიძლება წააგოსო, ძალიან დიდი დრო არისო ამ ხელა პაუზისთვისო. ამ ტიპს არ ვიცნობ. ბოლო ჩხუბი ვნახე, სადაც ეს ტიპი დაანოკდაუნეს და მერე დააფინიშეს. მე ვინმე უფრო ძლიერი მინდოდა, მაგრამ ეს ტიპი მაჩუქეს. გავხევ ამას და შემდეგ შევხვდები სხვას. მე არ მინახია, ვინც ჰამზას წინააღმდეგობას გაუწევდა. მე კიდია რამდენი ბრძოლა ჩაატარა მან. შენ კიდე სულ აგებ. რა ქვია იმ მაგრეგორის ზმაკაც? ჰო, ლობოვის სტატისტიკა გაქვს. რამდენი წაგება გაქვს? 31-13-ზე. და შენი ძახი შავი ქამარი მაქვსო? დიახ. ჯერ ჰერმენსონი ავიღოთ, მას არ ქონდა შავი ქამარი. როგორ დაგახჭო, ბიჭო? He didn't know how black belt. Why he took you out? ნუ ზოგჯერ მარცხის ხდება. Who give you? ვინ მოქცე შენ შავი ქამარი? მე ლურჯი მაქვს და უპრობლემოდ დაგახჭობ. შეგიძლია ცადო. თუ დაგახჭე შენ შავი ქამარი მე უნდა მომცე. ოკეი, თუ დამამარცხე ვიშოვი შავ ქამარს და გაჩუქი. თუ დაგახჭე ამ სპორტს თავი დაანებე მაშინ. Finish with this sport. Okay, if I don't. კაი, და თუ მე წაგაქციე რას მივიღებ? წამაქცევ? მიდი აბა ერთის წადე. Okay, I will. არ ვიცი ჯერარდმა ქამარი მიუტანა თუ არა ჩიმაევს, მაგრამ ეს ბრძოლა ძალიან სწრაფად დასრულდა, ზუსტად 17 წამში. Just like that, Hamza Chimaev, one and done by knockout. Hamza Chimaev. წარმოიდგინეთ, თავისი დებიუტიდან დაწყებული 66 დღეში მან UFC-ში 3 ბრძოლა ჩაატარა და 3-ვე ფინიში მოიპოვა. შეაყვარა ხალხს თავი და რაც თავარია, დანას დიდი პატივისცემა დაიმსახურა. ის განსაკუთრებული მებრძოლია. ამ თემაში ვარ თითქმის მთელი ცხოვრებაა და ასეთი ნიჭიერი არავინ მინახავს. ჩიმაევს სულ ჩხუბი უნდა, აქამდე ასეთ სიტუაციაში არ ყოფილვარ. ბევრი ჩალიჩია საჭირო, რომ მას უპოვოთ ასე მალე მეტოქეები. ის მეუბნეოდა, შენ რა გონიაო, მე მარტო ჭიდაობა ვიციო? ღმერთო ჩემო, ის არ იტყუებოდა. ჩიმაევი მოკლე ხანში გახდა ძალიან ცნობადი, აი რა ვიცი, მაგისი სოციალური ქსელები აფეთქდა, ჟურნალისტები ეპატიჟებოდნენ ყველგან და აი დანა ვაიტმა მოუწყო მაგარ მებრძოლთან ბრძოლა ლეონ ედვარდსთან. ლეონ ედვარდსი მაგ დროისათვის ვაგამარჯვებით მოდიოდა და მერე მომავალში 2022-ში UFC-ის ჩემპიონიც გახდებოდა. მოკლედ ეს ბრძოლა ვერაფრით ვერ ჩატარდა, ჯერ ედვარდსი იყო ავად კორონის პერიოდში და მერე კორონა ჰქონდა ჩიმაევს და ბოლოს სოციალურ ქსელებში ჩიმაევი წერს, რომ საერთოდ ასრულებს კარიერას UFC-შიც და ზოგადად MMA-შიც. სისხლს ვახველებდი, მივედი ექიმებთან და მითხრეს, რომ მე კიბო მაქვს. ამიტომაც დავწერე, რომ ვასრულებ კარიერას. აღარ ვიცოდი რა მექნა, რა მეთქვა მშობლებისთვის. ამის მერე ჩავედი რუსეთში და ბევრი კვლევების მერე აღმოჩნდა, რომ კოვიდის გამო ფილტვები მქონდა დაზიანებული. სამკვირიანი მკურნალობის მერე ისევ დაუბრუნდი ვარჯიშებს. 2021 წლის ოქტომბერში ჩიმაევი უბრუნდება ბრძოლას, სადაც ხვდება ალი ჯინ ლიანგს, რომელიც 14 ბრძოლით მოდიოდა UFC-ში, საიდანაც 10 ბრძოლა ჰქონდა გამარჯვებით დასრულებული. ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, პირველივე რაუნდში ფინიშით მოიგო. ჯერ მან თავისი მეტოქე აიყვანა ხელში, გადაიყვანა მთელი დარბაზი და სადაც იჯდა დანა ვაიტი, იქ დაუხეთქა და თან ელაპარაკებოდა დანა ვაიტს. მერე დაახჩო ესაც ტრადიციულად და მერე რო კითხეს რას ელაპარაკებოდიო დანა ვაიტსო, მე უთხარიო რომ დავინახეო რომ ტელეფონში იყურებოდაო, მე არ მიყურებდაო რომ ბრძოლობდიო და უთხარიო რა, აქეთ იყურეო. ყოველ მომენტშიო შეიძლება რაღაცა მოხდესო. Oh, nice job by Chimaev. Oh my goodness. He's talking to Dean. Aside. To sleep if he doesn't fight your hand, DC. It's over. It's over, Paul. It's over. Hamza. დანა, ვერავინ მიძლებს 10 ბრძოლა და 10 ფინიში. ვინმე ძლიერი გამოუში, თუ გინდა ბროკ ლესნარი გამოუში, ნებისმიერს გაუგლიჯავ. 5 თვეში ჩიმაევს ახვედრებენ დივიზიონის მეორე ნომერს გილბერტ ბონს, რომელსაც UFC-ში ჰქონდა 17 ბრძოლა ჩატარებული, საიდანაც 13 მოგება მოიპოვა. წინა ბრძოლა კიდევ სატიტულო ბრძოლა ჰქონდა, რომელიც მან წააგო კამარუ უსმანთან. ბრო, კვირას გნახავ. თუ გინდა ეხლაც გნახავ კულისებში და სახესაც აგაძრო. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ჩიმაევის ისტორიაში პირველი ბრძოლა იყო, სადაც მან საჯების გადაწყვეტილებით მოიგო. მან მოინდომა რა თქმა უნდა ჭიდაობა და ბონსმა მოახერხა და დაუბლოკა ეს ჭიდაობა და მებრძოლებს მოუწიათ უკვე დგომში ჩეხაობა, აი ძალიან მაგრად იჩხუბეს, ერთსულოვანი გადაწყვეტილებით კი მოიგო ჩიმაევმა, მაგრამ ისეთი მაგარი ჩხუბი იყო, რომ UFC-მ ორივე მებრძოლს $50,000-50,000 ბონუსები დაურიგა.
ის ძალიან ძლიერია, არ ველოდი. ეხლა მე სისხლში ვარ, ყველაფერი მткиვა, მაგრამ ეს მიყვარს, ეს ჩემი სამყაროა. For the winner by unanimous decision and still undefeated, Hamzat Chimaev. და აი ბორს დაუნიშნეს ბრძოლა ნამდვილ განგსტერთან, ნეით დიასთან. ორივე მებრძოლი რეკაშეტია და გიჟები არიან. ყველამ ვიცით ნეით დიასი როგორი ტიპი არის და ეს ბრძოლა ვერ შედგა რატო? ჯერ პრესკონფერენციის წინ ერთმანეთს დაუშვეს, აგინეს, იჩხუბეს, ბოთლები ისროლეს. მოკლედ პრესკონფერენცია ჩაშალა, დანა ვაითი გამოვიდა სიტყვით და თქვა, რომ საერთოდ დამთავრდა. პრესკონფერენციას აღარასდროს აღარ ჩავატარებო. ეს UFC-ის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო ესეთი და ბოლოს ყველაზე მაგარი ის არის, რომ მერე აწონვებზე ჩიმაევმა წონა ვერ ჩააბარა და ნეით დიას მოუწია მებრძოლის შეცვლა, სადაც ნეით დიასი ფერგიუსონს შეხვდა. ბორზი კი კევინ ჰოლანდს შეხვდა. გაბრაზებულ ბორზმა ჰოლანდს პირველივე წამებზე ეცა და აი ვამპირივით ჩაებღაუჭა კისერზე და მეორე წუთზე უკვე ის დახჯობილი იყო. Most dangerous guy here. I gotta come for everyone. I kill everybody. Allahu Akbar. კი ეს წონა უნდა ჩამებარემინა, მაგრამ ექიმებმა არ მოვცეს მაგის საშუალება. წონის კლება მე არ მომკლავს. მე აქ ოქტაგონზე ვაპირებ სიკვდილს. მე აქედან ცოცხალი გასვლას არ ვაპირებ. ოქტაგონი არის ჩემი სახლი. მე თქვენ ყველაფერს აგართმევთ. 2023 წელს ჩაუნიშნეს ბრძოლა ჰამზატს და ის შეხვდა კამარო უსმანს. კამარო უსმანი აი მართლა ლეგენდა ტიპი არის. თავის დივიზიონში ის არის ცნობილი 15 ზედიზედ გამარჯვებით. ანუ 15 ზედიზედ გამარჯვებით და ერთადერთი რო წინა ორი ბრძოლა ლეონ ედვარდსთან ჰქონდა წაგებული. ესაც აი დიდი ისეთი მაგარი ისტორია, რომელზეც გადაცემის გაკეთება შეიძლება, იმიტომ რომ თავიდან ლეონ ედვარდს მოუგო, მერე 14 ზედიზედ ბრძოლა ჩაატარა კამარო უსმანმა, მოიპოვა კამარი, 5 ჯერ დაიცვა ის კამარი და შემდეგ ლეონ ედვარდსმა მოუგო და მეორეჯერ კიდე რევანში ჩაუტარეს და მეორეჯერაც მოუგო. გალიაში ჩემი ნებისყოფა იქნება ჩიმაევის ნებისყოფის წინააღმდეგ და იცით რა, როგორც იტყოდა შონ სტრიკლენდი, ჩვენ იქ გავალთ და შევასრულებთ კაცურ ცეკვას. აქ საცეკვაოთ არავინ მოსულა, მე გალიაში არ ვცეკვავ. ბოდიში, მაგრამ მე მანდ შენი სახის ასახევად შევდივარ. ეს იყო აი ორი უმაღლესი კლასის მებრძოლის შერკინება. პირველ რაუნდში კი ჩიმაევმა აჯობა თავისი ჭიდაობით და პარტერით და კონტროლით, რა თქმა უნდა, პირველი რაუნდი უპირობოდ თვითონ წამოიღო, მაგრამ აი მეორე და მესამე რაუნდები უკვე ვეღარ იჭიდავა დაუბლოკა ჭიდაობა კამარო უსმანმა და აი ჩეხაობდნენ, მაგრად ჩხუბობდნენ, სადაც უკეთესი კამარო უსმანი იყო. მაგრამ ბოლოსაც კიდევ დაითრია ჩიმაევმა, კიდე აკონტროლა, რა თქმა უნდა, ეს პარტერში კონტროლის დრო შენ სასარგებლოდ გეთვლება, მაგრამ დარტყმებს რო გადავხედოთ, უფრო დამაზიანებელ და უფრო მეტ დარტყმას უტარებდა კამარო უსმანი და აი იმ საჯების გადაწყვეტილებით ჩიმაევმა ეს ბრძოლაც მოიგო. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრძოლა ჩიმაევის ისტორიაში. 3 საჯი იყო და ამ 3 საჯიდან 2 საჯმა მისცა გამარჯვება ჩიმაევს, 1 საჯმა საერთოდ ფრე დაუწერა. დენა, ჰანტერ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მე ვცხოვრობდი დარბაში, ჩემი ოთახი 2 კვადრატი იყო. ნორმალურად საჭმელსაც კი არ ვჭამდი. თქვენი დამსახურებით მე დღეს აქ ვარ. დედა ჩემიც კარგად არის. და აი ჩიმაევი შეპირებულ სატიტულო ბრძოლას ელოდება, მაგრამ სატიტულო ბრძოლას მართავენ სტრიკლენდი და დუპლესი მოგეხსენებოდა. მე შემპირნე რომ უსმანთან მოგების შემთხვევაში სატიტულო ბრძოლა მექნებოდა. მე მოვიგე, მაგრამ ერთხელ დანასგან გავიგე რომ იძახდებ, შენი სიტყვა უნდა შეასრულო. პირადად მე ჩემს სიტყვას ყოველთვის ვასრულებ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ორგანიზაციის პრეზიდენტი ხარ თუ მეფე. სიტყვას არავინ უნდა ახტებოდეს, ასე რომ UFC-მ კიდევ ერთხელ მისცა საპრეტენდენტო ბრძოლა ჩიმაევს რობერტ ვიტიკერთან, მაგრამ ამჯერად უკვე ჩიმაევს ჰქონდა რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემები და ეს ბრძოლაც გაიმართა. იწვა სახლში ლოგინში და უყურებდა, როგორ თავისი ოპონენტი რობერტ ვიტიკერი
ვიტეკერი ალისკეროს ანოკაუტებს და იგებს ამ ბრძოლას. ბორზმა მოაგვარა თავისი ჯანმრთელობის პრობლემები და UFC მაინც ჩაუნიშნა ეს ბრძოლა რობერტ ვიტეკერთან. რობერტ ვიტეკერი ვინ არის? ის არის UFC-ის ყოფილი ჩემპიონი. მას UFC-ში 22 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 17 გამარჯვებით დაასრულა. ყველა იძახის რომ ის საუკეთესო ჭიდავია. მე არ მივცემ საშუალებას ჭიდაობის. მე დგომში ვიჩხუბებ. გავაკეთებ იმას, რაც ყველაზე კარგად გამომდის. ჩვენ 25 წუთი გვაქვს და დამიჯერეთ. მე იქ მთლიანად დავიხარჯები. რა 25 წუთზე მელაპარაკები? შენ შეგიძლია ავსტრალიიდან აბუ-დაბიში ჩამოხვიდე და 25 წუთი კენგურუსავით იხტუნაო. მე კი აქ საჩხუბრად ჩამოვედი და პირველივე რაუნდში დაგაფინიშებ. სიმართლე გითხრათ, მე რობერტს პატივცემ. როცა მე MMA-ს ვიწყებდი, ის უკვე UFC-ის ჩემპიონი იყო. აქვე გვერდზე მაქს ჰოლუეი მიზის, UFC-ის ჩემპიონი და BMF-ის კამარის მფლობელი. ილია თოფურიაც აქ არის. ჩვენ ერთად გვიმუშავია, დღეს ის უკვე ჩემპიონია. ეს ხალხი მე ძალიან დიდ мотиваციას მაძლევს. ამიტომაც მე მინდა ჩემპიონობა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ეს ბრძოლა 2024 წლის 26 ოქტომბერს შედგა, ზუსტად მაშინ, როდესაც თოფურია შეხვდა ჰოლუეის. მოკლედ ჩიმაევმა ვიტეკერი გაანადგურა. მესამე წუთზე უკვე ყველაფერი დასრულებული იყო. ის თავიდანვე რომ მიეწეპა თავის ოპონენტს, ვეღარ ააწეპეს, ზურგიდან იყო ჩაწეპებული და ხან მახრჩობელას ცდილობდა გაეკეთებინა, ხან ურტყავდა და ესე დაასრულა, ბოლოს აიღო და მახრჩობელა გაუკეთა, ოღონდ მახრჩობელა მოუვიდა ცოტა სხვანაირად. მას უნდა და ყელზე აეყვანა ვიტეკერი, მაგრამ ყბის ქვედა ნაწილი მოყვა და ისეთი მაგარი მოუჭირა თავის ოპონენტს, რომ ყბა მოტეხა და კბილების ქვედა ნაწილი მთლიანად შეუმტრია შიგნით. ეგრევე გააქანეს საავადმყოფოში ვიტეკერის საოპერაციო. ამ დივიზიონის ჩემპიონი არის დუპლესი. მან თავისი ტიტული უკვე მეორეჯერ დაიცვა, ბოლოს ახლა ხანს იყო სტრიკლენთან, რაღაცა ქაოტური მოჩხუბარია, რაღაც ამოუცნობი მოჩხუბარი არის, რომელიც მერაბასთან დვალიშვილთან იღებს რჩევებს ჭიდაობასთან დაკავშირებით. მოკლედ 9 ზედიზედ გამარჯვება აქვს მას UFC-ში. ჩიმაევს კიდევ 8 ზედიზედ გამარჯვება აქვს და ჩიმაევს თავის კარიერაში 14 ბრძოლა აქვს ჩატარებული, ყველა მოგებული და წაგება მას არ უნახიათ. დაწერეთ კომენტარებში ვინ მოიგებს ეს მებრძოლები თუ შეერკინებიან ერთმანეთს. დიდი ალბათობით ეს ბრძოლა ჩატარდება, უკვე დიდი საუბარი არის ამაზე და აი იმ კომენტარს წინასწარ მეტყველის კომენტარს მე მოვნიშნავ და გავაშუქებ. თქო, ესე კი არ დაწეროთ, რომ აი ჩიმაევი მოუგებს ან დუპლესი მოუგებს. არა, სად მოუგებს და როგორ მოუგებს და რომელ რაუნდში მოუგებს. მე კიდევ ამით გემშვიდობებით, იმედია ეს ვიდეო მოგეწონათ და ჰამზატ ჩიმაევი თქვენ გაიცანით მთლიანად.